რასაც ახლა სურათზე ხედავთ, ეს პაპილომებია. მე დღეს უნდა მოგეხმავრე მის გარკვევაში თუ რა იწვევს პაპილომებს და როგორ მოაგვარო ის. პაპილომები საქართველოში იშვიათობა არ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა რომ დაფიქრდე, ძალიან ბევრი ადამიანი გაგახსენდება, ვისაც პაპილომები აქვს. იცი უფრო ვინ, ვისაც ან წონა აქვს დიდი, ან ასაკი აქვს დიდი. მოგვიანებით გეტყვი რატომ აიც და მაინც მათ. პაპილომები თუ დააკვირდები, ზოგადად ხშირია ან კისრის არეში, ან იღლიებში, ზოგადად იმ ადგილებში, სადაც ხახუნი მეტია ხოლმე. პაპილომები ზოგადად არის მრავლობითი, ან ბევრია, არის მცირე ზომისა, რბილია და ხორცისებრია. ეხლა შეკითხვა ჩდება, რა იწვევს პაპილომებს. ზოგადად პაპილომები გამოწვეული არის ადამიანის დაბალი რისკის პაპილომა ვირუსებით, 6, 11 და კიდევ ზოგიერთი სხვა ტიპით. ეხლა ჩდება კითხვა, როგორ გაინფიცირებს ეს ვირუსი. წარმოიდგინე, რომ შეგვხვდათ ნაცნობი, რომელსაც აქვს ეს პაპილომები, მოვიდა მოგესალმა, გადმოგკოცნა, მისი კანი შეეხო თქვენს კანს და ეხლა ვირუსი უკვე აღმოჩნდა თქვენს სხეულზე და მე უკვე თქვენს სხეულში და აი ასე უკვე ხართ ინფიცირებული. კიდევ ბევრი სხვა გზით შეიძლება გადმოგედოთ. ეხლა ნახე რას დაკვირდი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უკვე ხართ ინფიცირებული, არ ნიშნავს, რომ პაპილომები უეჭველად გაგივითარდებათ. იცი რატომ? იმიტომ რომ გაქვთ იმუნური სისტემა და ეს იმუნური სისტემა არ აძლევს ვირუსს საშუალებას, რომ პაპილომები განავითაროს. მაგრამ თუ იმუნური სისტემა დაქვეითება, აი ამ შემთხვევაში უკვე პაპილომები განვითარდება. ნუ ეხლა დაქვეითება იმუნური სისტემისა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი რამით, ეხლა ასაკით, თქვათ, მავნე ჩვევებით, იქ თამბაქოს მოიხმართ, ალკოჰოლს იღებთ, ან თქვათ, აი ინფიცირებული ადამიანი, ან აქვს თქვათ ქიმიოთერაპია. ამ შემთხვევებში, მაგრამ ესენი ვერც კი შეედრება უფრო ხშირ რისკ ფაქტორებს, როგორიც არის ჭარბი წონა, ინსულინზე რეზისტენტობა და შაქრიანი დიაბეტი. მეორე ტიპს ხედავ, აი ეს ბოლო სამი უფრო ხშირად უწყობს ხოლმე ხელს პაპილომების განვითარებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამე. ეხლა ნახე რას დაკვირთ. ძალიან ბევრი ადამიანი, როცა თქვათ, აი ამ პაპილომებს დაინახავს მის კანზე, უკვე იწყებს ხოლმე კრიოთერაპიას, ანუ მოყინვას, ელექტროკაუტერიზაციას, თქვათ იგივე მოწვას, ლაზერით თერაპიას, ან ქირურგიულ მოშორებას, მაგრამ ესენი რომც გააკეთო, ხომ, პაპილომები მაინც თავიდან გაჩნდება, იმიტომ რომ არ აღმოფხვერი რისკ ფაქტორი, როგორიც არის ჭარბი წონა, ინსულინზე რეზისტენტობა და შაქრიანი დიაბეტი. ხარ თუ არა ინსულინზე რეზისტენტული, ეს შეიძლება ძალიან მარტივად გადამოწმო მშიერზე ინსულინის რაოდენობის განსაზღვრით, ან ჰომა აი არის შემოწმებით. შაქრიანი დიაბეტს რაც შეეხება, მან ბევრი ტესტია, მაგრამ უფრო ზუსტი იქნებოდა გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა. დაიმახსოვრე. ჭარბი წონის, ინსულინზე რეზისტენტობისა და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის სწორი მართვის შემთხვევაში პაპილომების განვითარების რისკი მკვეთრად დაიწევს. ასე რომ, ნუ ფიქრობ, რომ უბრალოდ მოიშორო, იფიქრე იმაზე, როგორ აღმოფხვრა ხელშემწყობი რისკ ფაქტორები. გაუზიარე ეს რჩევა აუცილებლად სხვებსაც.